პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდის ბოლო დღეს სამებამდე მისასვლელი გზა ავლაბრის მეტროდანვე ხალხითაა სავსე. მეტეხის ხიდზე, ევროპის მოედანზე, ბარათაშვილის ხიდსა და აღმართზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედა. ჩაკეტილია სხვა ცენტრალური ქუჩებიც. განახლებული ინფორმაციით სამების ტაძარი ამაღამ 2 საათიდან დილამდე დაიკეტება და მოქალაქეებს მხოლოდ ეზოში გაჩერების საშუალება ექნებათ. ტაძარს მსახურებისთვის მოამზადებენ, რომელსაც დილის 9 საათიდან მოსაყდრე შიო დაიწყებს. ხვალ სიონის ტაძარში პატრიარქის დაკრძალვაზე შესვლას სავარაუდოდ სინოდის წევრი მღვდელმთავრებიც ვერ შეძლებენ. ტაძრის მცირე ზომის გათვალისწინებით უპირატესობა უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს მიენიჭებათ, მათ შორის მსოფლიო პატრიარქს. გაგვაფრთხილეს, რომ ეპისკოპოსებით შეიძლება ვერ მოხვდეთ სიონში, ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. რაც შეეხება სამებას, იქ შესვლა ხვალიდან სპეციალური საშვებით იქნება დაშვებული. უსურვე პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე. კობახიძემ პუტინის მოკავშირე ორბანს არჩევნებამდე 3 კვირით ადრე მხარდაჭერა გამოუცხადა. 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია. კობახიძე ბრიუსელიდან ჩარევის საფრთხეს ხედავს და იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესი დაცული იქნება ბრიუსელის ბიუროკრატიისგან. კობახიძე, რომელიც პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარეა, დღეს ბუდაპეშტში წავიდა. მოსკოვი ამ რთულ დროს თეირანის ერთგულ მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება, ნათქვამია პუტინის განცხადებაში. მან ირანის ახალ ლიდერს მოჯთაბა ხამენეისა და პრეზიდენტ ფეზეშკიას ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა.